ფაქტი არის ერთი, რომ ბორია რუსვეც ახი უკვე პირდაპირ დავარქვი უკვე სახელი, ყველაფერს უნდა ერქოს თავის სახელი. რა მას ქართული გვარი არაფერი არ აქვს, ქართულ ძირთან, ფესვთან მას არაფერი შემხებლობა არ გააჩნია. ეს არის რუსეთის ფულზე გაყიდული ჩვეულებრივი, რა ვიცი, რუსეთის ჯაშუში, რომელიც დავისვეს თავზე და რომელსაც გონია, რომ კერძო საკუთრებაში აქვს ეს ქვეყანა. ქვეყანა როგორც ასეთი სახელმწიფოდ ამ კაცის ხელში ვეღარ შედგა, დაკარგა ყველა ბერკეტი, ყველა ბერკეტია ფორმაცია, რაც სახელმწიფოებრიობას ქმნის და ფაქტიურად ეხლა ყველა კედელს აღმართავს იმისთვის, რომ სრულ იზოლაციაში მოგვახადროს, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს გონია, რომ ბატონ პატრონია აქაურობის, ისევე როგორც რუსეთმა უფლებამოსილება ჩააბარა თუნდაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქაურ არალეგიტიმურ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებებს. მასაც ზუსტად ასეთი როლის მორგება უნდა და ასე უნდა საქართველოს გამოსტაცოს საქართველო. თავისივე ტერიტორია. ეს არის ფაქტი, მე ამ ფაქტს შემდგარად ასე ვუყურებ, ჩვენ არავითარი ინსტრუმენტი და ბერკეტი და არავითარი იარაღი არ მოგვაჩნია ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის, იმიტომ რომ ძალაუფლება მათ ხელშია, იარაღი მათ ხელშია, დაშინება სასამართლო მათ ხელშია, სამართალი, აი ყველაფერი მათ ხელში არის. ნების აბსოლუტურად მე რო დღეს აი აქ ვზივარ და ვსუნთქავ, აქედანაც კი შეუძლიათ ფაბრიკაცია ისე გააკეთონ, რომ შეკერონ საქმე და გამოყვანონ სასამართლოზე და გამომკეტონ, თუ კი მათთვის ეს სასურველი ტექსტები არ იქნება, რომელსაც მე აქედან ვსაუბრობ. მაგრამ რა არის აქედან გამოსავალი? ჩვენ გამოსავალი არის ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ტელევიზიიდან უყურებს ამას, ან თუნდაც სამსახურში მიდის, ან თუნდაც მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობს, პირველ რიგში გამოხატოს დაინტერესება რა ხდება მის ქვეყანაში. იმიტომ რომ ხელფასის აღება, ამ ხელფასით მარტო საკვების ყიდვა და პრობლემებს, ვალის გასტუმრება იქნება, თუ მე პრობლემებზე ფიქრი, რომ შენ არა გაქვს თურმე იმის შესაძლებლობები, რომ წახვიდე და შენ შვილს სათანადო განათლება მისცე. ის რომ შენ სათანადოდ რაღაცა ვერ იკვებები, სათანადოდ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ, ის რომ უსამართლოდ გექცევა მეზობელი ნათესავი თუ ახლობელი, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოებრივი სწორი სახელმწიფოს პრობლემა და შესაბამისად ცხოვრობ პრობლემაში. და ეს პრობლემა როცა არსებობს, ეს გეხება არა მარტო შენ, ეხება ყველა მოსახლეს და როცა არჩევანს აკეთებ, ამ არჩევანზეც უნდა დაფიქრდე. იმდენი მაქვს სათქმელი სოფო, რომ აი 5 წუთში და 10 წუთში ვერაფერს არ ჩავატევი, მაგრამ თავარი არის ის, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნის გულშემატკივრად თავის თავს თვლის, კეთილი ინებოს და გამოვიდეს და დადგეს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძვლებში ამტორიეს ნოემბერ-დეკემბერში და აგერ გიაზის ჩემს გვერდზე. ეს ადამიანები ყველამ დაივიწყა. არა და 500-ზე მეტნი არიან. ვის ახსოვს ეს ადამიანები? და ბანერიო. ბანერი კი არა. ის აქეთ ამხარეს ვინც ვდგავართ. ჯობია ძალიან კარგად დაფიქრდეთ, ბიძინას ქვევით ვიცხართ. იმიტომ რომ ბიძინას გასაქცევი ვერთფრენი ყოველთვის დაჯდება ამ ქვეყანაში. თუმცა მე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ ხელისუფლებაში, ბიძინა ქოჩრით უნდა ჩამოათრიოს აქ და იმან ციხე აქ აუცილებლად უნდა ხეხოს. აუცილებლად პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აგოს. რა ქვეყანადაც გვაქცია, რა ადამიანებათაც გვაქცია, რა ცხოვრების ნაწილიც წაგვართვა, ამის ფასი აუცილებლად აი ამ მახინჯმა ფორმებმა უნდა გადაიხადონ ამის ფასი პოლიტიკურიც, სამართლებრივი და აი ყველანაირი თუ კი რამე ფორმა არსებობს.